ღალატი შეიძლება თუ არა ჩაითვალოს შეცდომად. ფორმალურად კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეცდომაში კონტროლის დაკარგვის მომენტს გულისხმობთ. პრაქტიკაში ღალატი თითქმის არასდროსაა უეცარი. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ღალატი ყოველთვის შინაგანი ვარაუდების სერიის შედეგია. ადამიანი თანდათან ამცირებს პირად საზღვრებს და თავს აძლევს ფლირტის უფლებას. გარკვეულ მომენტში რაციონალიზაციის მექანიზმი ერთვება, ტვინი წყვეტს ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას, იზრდება დაშვებების დონე, რათა არ იგრძნოს დანაშაულის შეგრძნება, ისე მძაფრად, როგორც იგრძნობოდა, იმეორებს წინადადებებს, როგორებიცაა მე ვერ მივიღე საკმარისი სითბო, მაქვს გრძნობების განცდის უფლება და ამჟამინდელი პარტნიორის მიმართ ლტოლვა არ მაქვს და ეს თავდაცვითი მექანიზმები სულ უფრო და უფრო იზრდება. ამ დროს ხდება თვითრეფლექსიის შემცირება და საკუთარი ღირებულებებისაგან დისოციაცია. პირველ ეტაპზე ადამიანი წყვეტს აკრძალულისა და დასაშვებს შორის საზღვრის შემჩნევას. შემდგომ პასუხისგებლობებისაგან თავის არიდების ეტაპი მოდის, რის დროსაც ყველაფერი გარემოებას ამ პარტნიორს ბრალდება და შემდგომ მოდის უშუალოდ ღალატი. სცენარი და მათი თანმიმდევრულობა მრავალნაირია, მაგრამ გამოსავალი მეტწილად ერთია. ამიტომ კითხვაზე შეიძლება თუ არა ღალატი იყოს შეცდომა, პასუხი ასეთნაირია. ღალატი პირდაპირი გაგებით შეცდომა არაა, არამედ ფინალური წერტილი დაშვებების ჯაჭვში, რომელიც ადამიანმა მიიღო თავისით. შეცდომა ის ისაა, როდესაც რაღაც ისეთი გააკეთე, რის გაკეთებაც არ გინდოდა, მაგრამ ღალატი მეტწილად შეგნებული არჩევანია, თუნდაც ის ავტომატურ რეჟიმში გაკეთდეს.